German homilos, I drink coffee and I know things. 23 ეპიზოდის თემა არის ხელოვნების მნიშვნელობა. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, რაც ადამიანს როგორც სიღრმისეულად და საინტერესო ქმნილებად აქცევს, არის ყველაზე კაშკაშა და ღირებული სიკეთე შემოქმედებითობა, რაც რაღაც გარკვეულ დონეზე შემოქმედ მამასთან სიახლოვის, მისი მსგავსობის ტკბილ შეგრძნებას ბადებს ჩვენში. როცა ვმღერით, ან ვუსმენთ სიმღერას, როცა ხატავთ, ცეკვავთ, როცა პოეზიას ვკითხულობთ და პროზაში ვიძირებით, როცა ფილმებს ვუყურებთ, ხელოვნების ეს დაუსრულებელი სიღრმისეულობა ჩვენში ფიქრის, აზროვნების, საკუთარი თავისა და ერთმანეთის შესწავლის უნარს გვივითარებს. და რაც მთავარია, გვიბიძგებს ღმერთის შეცნობისკენ, სწორედ ამიტომაა ადამიანში ეს საოცარი უნარი ჩადებული, რასაც შემოქმედებითობა ჰქვია. ვფიქრობ, რომ ეს თვისება, უნარი, რაღაცის შექმნის, ან უკვე შექმნილის, მისი შემოქმედების, ბუნების, ცხოველების, მცენარეების, პლანეტების, კოსმოსის, მათი დანახვა და აღქმა იმისთვის ჩადო, რომ ჩვენც გამოგვეცადა მადლით ღმერთობა. ის კი არა, რომ შენ თავისუფალი ხარ ადამიანი, ჭამე, სვი, იძინე, გამრავლდი, მოკვდი, წამოდი ჩემთან თუ გსურს და იყავი ცარიელი რობოტიო. არა, არამედ ის იამოვნე მთელი შენი სიცოცხლით, შეიმეცნე, იკვლიე, ჩაუღრმავდი, შეიქრძენი, განიცადე, მერე უკვე შენს შექმენი. ახლა პლანეტებს და galaktikებს ვერ შექმნი, მაგრამ სხვა რამდენი რამის შექმნა შეგიძლია. ხელოვნებასთან კავშირი რომ გვაქვს, ასეთი ძლიერი, ესეც უფლის სიყვარულის ნიმუში და მტკიცებულებაა, რომ მას სურს, რომ სრული სისავსით თავისუფალი ქმნილებები ვიყოთ. და გვქონდეს ბედნიერება, რომ რაღაცით მას ვგავდეთ. ამის ცოდნა, ამის შეგრძნება ძალიან მაგარია.